საქართველოს განაცხადი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე 2017 წელს მასშტაბური სარაგბო ღონისძიება შესაძლოა თბილისში ჩატარდეს. საქართველოს რაგბის კავშირის განაცხადმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა ამ თემაზე დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა. ოფიციალურ განაცხადს ქართული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციაში 27 ივნისს წარადგენს. ესეთი დონის და მასშტაბის სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა სათამაშო სახეობებში და რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასე თვლიანად სპორტის განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ დღეიდან კი არ გუშინდელიდან უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ მიმართულებით. სარაგბო სამყაროში ეს არის მეორე მოვლენა მსოფლიო თასის და 15 კაცაში მსოფლიო თასის მერე 12 გუნდი მონაწილეობს ავტომატურად საქართველოს თუ ჩვენ უმასპინძლებთ ეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო რომ 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრილიყავით და გვეძლევა უნიკალური საშუალება რომ ყოველგვარ წვალების გარეშე მოვხდეთ.